უკრაინამ საჰაერო დარტყმით რუსეთის ელიტური საჰაერო სადესანტო ძალების 15 წარმომადგენელი მოკლა. რუსული ძალების ჯგუფი სრულად განადგურდა დონეცკის ოლქის სოფელ ხრიშინეს ცენტრში. ლიკვიდირებულები რუსეთის ელიტური დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. გარდა ამისა, უკრაინელებმა ჩელიაბინსკის ოლქში უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1700 კილომეტრის დაშორებით აეროდრომის დაბომბვის დროს ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავიც გაანადგურეს. რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით ამერიკაში გაიქცა. რუსული ტელეგრამ არხი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დენის ბუცაევმა ქვეყანა 18 აპრილს დატოვა. გამგზავრების მომენტისთვის ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ისევ იკავებდა. ბუცაევი ნაჩქარევად გაემგზავრა მინსკში, იქიდან კი თბილისში, ბოლოს კი შტატებში ჩასვლა შეძლო. ევროკავშირის სამიტში, რომელიც სომხეთში გაიმართება, მონაწილეობას ირაკლი კობახიძეც მიიღებს. სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი ერევანში 4-5 მაისს ჩატარდება. ევროკავშირის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნებიან. სომხეთის კი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 2026 წლის იანვარ-მარტში თბილისში 958 მილიონი დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა. ამის შესახებ გალტენ ტაგარტის კვლევაში აღნიშნული. საჯარო რეესტრის მონაცემებით თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 4121 შეადგინა. უცხოელებიდან ყველაზე მეტ ბინას ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ, მეორე ადგილზე არიან რუსები.